ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ძრავები ხმაურით ირთვება ლარედოს, ტეხასის გარეუბანში. დიზელის სატვირთოებით ცხვირით კუჩით განან 8-ლეიან ხიდზე, რომელიც რიო გრანდეს გადაკვეთაზე გადის. ისინი იმდენად ღრმად არიან ჩამწკრივებულნი, რომ რიგები კილომეტრებზე იწელება. დღეში ამ ხიდზე 15-დან 18,000-მდე სატვირთო გადადის. ამ სატვირთოებზე თვირთი მხრივთი მხოლოდ საქონელი არ არის. ეს არის ამერიკული ეკონომიკა მოძრაობაში. ეს არის მსოფლიო სავაჭრო ხიდი. დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე დატვირთული კომერციული გადასასვლელი. სატვირთო ლოგისტიკის სფეროს გარეთ თითქმის არავის სმენია მის შესახებ და თითქმის არც ერთი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიმღები პირი არ მდგარა ამ ხიდზე. თუ მას 48 საათით დახურავთ, შედეგები დადგება მანამ, სანამ ეს ამბავი მედიაში მოხდება. ძრავები ვერ აღწევს ასამბლეის ხაზებზე დოლუგაში. სადენების კონტები ვერ ხვდება თავის დროზე სალტილოში. მაცივრის კომპონენტები დაუსრულებლად რჩება სან-ლუის პოტოსში. ერთი კვირის განმავლობაში ქარხნების იატაკები მიჩიგანსა და ოჰაიოში ჩუმდება. არა გაფიცვების, არა პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ნაწილები მდინარის არასწორ მხარეს არის გაჭედილი. დაახლოებით 930 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გადაადგილდა ამერიკასა და მექსიკას შორის 2025 წელს. ეს უფრო მეტია ვიდრე შვეიცარიის ეკონომიკა, უფრო მეტია ვიდრე საუდის არაბეთის. ორი ქვეყანა 12 თვეში უფრო მეტს ვაჭრობს ვიდრე პლანეტის უმეტესობა ქვეყნების მთლიანად აწარმოებს. ეს უფრო საწარმოო ხაზს გავს ვიდრე საკონტროლო პუნქტს. ტეხას მეტი ნავთობგადამამუშავებელი აქვს, კალიფორნიას მეტი პორტი, ილინოის მეტი რკინიგზა. არც ერთი მათგანი არ ატარებს იმას, რასაც ეს ერთი ხიდი ყოველდღე ატარებს. და ამ წუთებში ვაშინგტონში მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვლის ყველაფრის ფასს, რაც ამ ხიდზე გადადის. თუმცა არავინ იცის რა გაფუჭდება, როცა ამას გააკეთებენ. აირჩიეთ ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც შეერთებულ შტატებშია დამზადებული. ნებისმიერი პიკაპი, ნებისმიერი სედანი, ნებისმიერი SUV-დანი, გახსენით კაპოტი და დააკვირდით თითოეულ დეტალს. თქვენ ვერ იპოვით ისტორიას ამერიკულ პროდუქტზე. თქვენ ნახავთ სისტემას, რომელიც აშენებულია საზღვარზე, რომელიც უკვე აღარ იქცევა როგორც საზღვარი. Ford F150 ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ერთ-ერთი ყველაზე სანგვედური ამერიკული პიკაპი ქვეყანაში. ის ჩამოდის ატყობის ხაზიდან დირბორნში, მიჩიგანში, ვარსკვლავებითა და ზოლებით ყველა სარეკლამო ბროშურაზე. მაგრამ სანამ ეს კორპუსი დირბორნში მივიდოდა, მის შიგნით არსებული კომპონენტები რიო გრანდეს შეიძლება 8-ჯერაც კი გადაკვეთდნენ. ძრავის ბლოკები ჩამოსმულია ერთ ქვეყანაში, დამუშავებულია მეორეში, აწობილია მესამეში. თითოეული ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, რომ საზღვრის წინა მხარემ თავისი საქმე დროულად გააკეთოს. და ეს დამოკიდებულება მხოლოდ წარმოებით არ მთავრდება. მექსიკა ყოველწლიურად თითქმის 3 მილიონი მსუბუქი ავტომობილს აგზავნის აშშ-ში და მათგან დიდი ნაწილი ატარებს ამერიკული ავტომწარმოებლების ემბლემებს. ყველა აგებულია ამერიკულ დიზაინებს. ამერიკული კომპანიები მექსიკას უცხოელ მომწოდებად არ აღიქვამენ. მათთვის მექსიკა ქარხნის მომდევნო ოთახივითაა. თუ ეს ჯაჭვი გაწყდება, წარმოება არ ნელდება, ის ჩერდება. მაგრამ საქმე მხოლოდ სატვირთოებში არ არის. თუ ამას სმარტფონით ან ლეპტოპით უყურებ, უკვე ამ ჯაჭვის ნაწილი ხარ. რადგან თანამედროვე წარმოება მხოლოდ მარაგებზე არ მუშაობს, ის სიზუსტეზეც არის დამოკიდებული. აი რატომ არის საწყობები ცარიელი და ასამბლეის ხაზები მომგებიანი? ნაწილები ჩამოდის რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ისინი დასჭირდება და არა კვირებით ადრე. ეს ხარჯებს ამცირებს. ეს ასევე გამორიცხავს შეფერხების შესაძლებლობას. ერთი დაგვიანებული მიწოდება საწყობში არ რჩება, ოფში არ რჩება. ეს ტოვებს მუშას მოქმედოდ, მანქანას გამორთულ მდგომარეობაში და გრაფიკს, რომელსაც ვეღარ აღადგენ, თუნდაც შემდეგ დააჩქარო. ამ სისტემაში ვერ ასწრებ. შენ ჩამორჩები და ყველაფერი რაც შენს უკანა ერთად ჩამოიშლება. თუ სცდი და იმავე სატვირთო მანქანას მთლიანად აშშ-ს საზღვრებში ააწყობ, ფასი $1000 გაიზრდება. და ეს არ არის რაიმე ჰიპოთეტური. ეს მაშინვე ხდება. ან მომხმარებლები მეც გადაიხდიან, ან პროდუქტი გაუარესდება. მესამე ვარიანტი არ არსებობს. მაცივრები, რომლებიც ორივე მხარეს მდებარე ქარხნებში იწარმოება. სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც აშშ-ს საავადმყოფოებში შედის, იკრიბება ტიხუანასა და რეინოსაში, სადაც ისეთი კომპანიები, როგორიცაა Medtronic და Becton Dickinson, აწარმოებენ ხაზებს, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ საავადმყოფოთა ქსელებში იგზავნება. ავიაკოსმოსური ნაწილები, რომლებიც Boeing-ის მომარაგების ჯაჭვს ამარაგებს. მის გავლით კერეტაროდან დიდი მოცულობის თვირთი გადის, სადაც Bombardier-ს, Safran-ისა და Airbus-ის მომწოდებლები ერთ აეროპორტთან არიან თავმოყრილნი. მაშინაც კი, როცა თქვენს Wi-Fi რაუტერებში არის კომპონენტები, რომლებმაც თქვენ სახლამდე ორივე ქვეყანა გამოიარეს, ხელფასების სხვაობაა მიზეზი, რის გამოც ყველაფერი მუშაობს. ეს ისაა, რაც ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს აზიასთან კონკურენცია გაუწიონ ისე, რომ ყველაფერი ოკეანეს მიღმა არ გადაიტანონ. თუ მექსიკას ამოიღებთ, მხოლოდ ორი შედეგი რჩება: უფრო მაღალი ფასები ან წარმოების სრულად კონტინენტიდან გადატანა. მაგრამ ჩრდილოეთის მიმართულებით ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ღრმაა. მექსიკა თავისი ექსპორტის 80%-ზე მეტს ერთ მყიდველს უგზავნის. არ არსებობს სარეზერვო კლიენტი, არც გეგმა B, რომელიც ამ მოცულობას აითვისებდა. თუ ამერიკა შენელდება, მექსიკური ქარხნები ძნელდება.
თუ აშშ-ს ტარიფები რომელიმე კატეგორიას შეეხება, მექსიკელი მუშები ყველაზე მძიმედ იგრძნობენ ამას. ამერიკაში მომუშავე მექსიკელები ყოველ წელს 10 მილიარდ დოლარს უგზავნიან თავიანთ ოჯახებს სახლში. სულ ცოტა ხნის წინ ეს თანხა ერთ წელიწადში 64 მილიარდ დოლარს გადააჯარბა და რეკორდი დაამყარა. ეს ფული კორპორაციების გავლით არ მიდის. ის პირდაპირ ოჯახებს აღწევს. ეს ფული იხარჯება სასურსათო პროდუქტებზე, სასწავლო გადასახადებზე, სამედიცინო ხარჯებსა და ქირაზე იმ ქალაქებში, სადაც სხვა შემთხვევაში საერთოდ არ იქნებოდა ეკონომიკა. ეს შემოსავალი ნავთობზე ან ტურიზმზე მეტია. ეს მექსიკის ყველაზე დიდი გარე შემოსავლის წყაროა და თითქმის ყველაფერი იწყება შეერთებულ შტატებში, კონტინენტზე, რომელსაც მანქანით შეგიძლიათ გადაკვეთოთ. ქვეყანა, სადაც თუ პორტი დაიხურება, მაინც შეგიძლიათ გაგზავნოთ სატვირთო მანქანა. და მექსიკამ ამ გამოწვევას უპასუხა. Tesla-მ 2023 წელს იქ გახმაურებული გიგა ქარხნის გახსნის გეგმა გამოაცხადა. თუმცა პროექტი შეაჩერეს აშშ-ის არჩევნებამდე ტარიფებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ავტომობილების მწარმოებლებმა ცენტრალურ მექსიკაში ოპერაციები გააფართოვეს. მიმწოდებლებით, რომლებიც დიდ ამერიკულ ავტოკომპანიებს ამარაგებენ, მათ მიხვდნენ. ასევე მოიქცნენ ლოგისტიკური გიგანტებიც, რომლებმაც საზღვის გადამკვეთი სატვირთო ქსელები გააფართოვეს ახალი მოცულობის დასამუშავებლად მექსიკელ ოპერატორებთან ერთად. აეროკოსმოსური ინდუსტრია, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები, დიდი ფარმაცევტული კომპანიები, ყველამ საზღვრის სამხრეთით დაიწყო საქმიანობა. ქერეტაროში ბუმი იყო. სამედიცინო მოწყობილობების წარმოება საზღვრის გასწვრივ ზონაში მკვეთრად გაიზარდა. გამოცხადდა გუადალახარაში მასშტაბური NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის სერვერების ასამბლეის ქარხნის გახსნის გეგმები. მაშინაც კი ნახევარგამტარების წარმოება ნაწილობრივ მექსიკაში გადავიდა, რადგან შეფუთვის მასშტაბირება 2 წელზე ნაკლებ დროში შესაძლებელი, მაშინ როცა ამერიკულ ქარხნებს თითქმის 10 წლეული სჭირდებათ. სისტემა მუშაობდა. მიწოდების ჯაჭვები შემცირდა, მიწოდება უფრო სწრაფი გახდა. ხარჯები კონკურენტუნარიანად დარჩა. ორივე მხარემ სარგებელი მიიღო. და შემდეგ ზეწოლა შიგნით გადაიტანა. 2025 წელს წესები შუა პროცესში შეიცვალა. მექსიკის ჩრდილოეთში მდებარე ერთ ავტონაწილების ქარხანაში ზედამხედველმა შეჩერა გადაზიდვის პროცესი. არა იმიტომ, რომ წარმოება შეჩერდა, არამედ იმიტომ, რომ ტარიფების წესები შეიცვალა. მოხვა გამონაკლისები და შემდეგ ყველაფერი ისევ შეიცვალა. ჯერ ერთხელ და შემდეგ რამდენჯერმე. კომპანიებისთვის, რომლებიც წლების წინასწარ გეგმავენ, ეს ერთი რამეს ნიშნავდა: არაპროგნოზირებადობას. არა უფრო მაღალ ხარჯებს, არამედ უცნობ ხარჯებს. და როცა ხარჯები გაურკვეველი ხდება, ინვესტიციაც სრულად შერდება. პროექტები შეჩერდა, გაფართოება შეჩერდა. ქარხნები, რომლებიც უნდა აშენებულიყო, დაუმუშავებელ მიწად დარჩა. მექსიკამ კი ეს არ გაამწვავა. არც საპასუხო ზომები მიუღია. მან მოერგო სიტუაციას, დრო მოიგო, მაგრამ ძირითადი პრობლემა არ გადაუწყვეტია. რადგან პრობლემა პოლიტიკური კი არა, სტრუქტურული იყო. როცა ფორდმა გააფრთხილა, რომ ტარიფები 1.5 მილიარდ დოლარს დააკლებდა შემოსავალს, ეს მექსიკას არ ურთყამდა. ეს იყო ამერიკული კომპანია, რომელიც საკუთარ მომარაგების ჯაჭვზე მეც ხარჯავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ General Motors-მაც გააფრთხილა. მან პროგნოზი გააკეთა, რომ ზიანი შეიძლება 5 მილიარდ დოლარამდე ასულიყო. Stellantis-მა შეაჩერა წარმოება მექსიკასა და კანადაში მდებარე ასამბლეის ქარხნებში, მუშები მიჩიგანსა და ინდიანაში. ეს არის ტარიფის ადამიანური ფასი. ეს არ არის სათაური, არამედ გამოტოვებული ცვა. ხელფასი. დაკარგული. ნეაშორინგი თითქოს პრობლემის გადაჭრას უნდა დახმარებოდა, მაგრამ მან ახალი პრობლემა შექმნა. არასტაბილურობა სისტემის ცენტრში. ვაჭრობა მხოლოდ ზედაპირზეა. უფრო ღრმა რისკები მის ქვეშ იმალება. მექსიკა ახლა ელექტროენერგიის 60%-ზე მეტს ბუნებრივი აირით აწარმოებს, მაგრამ ეს გაზი იმპორტირებულია. შიდა წარმოება წლების განმავლობაში მცირდებოდა და 2025 წლის დასაწყისში ბოლო 20 წლეულის მინიმუმს მიაღწია. ეს დეფიციტი თითქმის მთლიანად ივსება მილსადენებით, რომლებიც სამხრეთისკენ მიემართება ტეხასის პერმის აუზის საბადოებიდან, Eagle Ford-ის ფიქლისა და კორიდორებიდან, რომლებიც არიზონასა და კალიფორნიაში გადაჭიმულია. 2025 წლის მაისში აშშ-ს ბუნებრივი აირის მილსადენის ექსპორტმა მექსიკაში ყველა დროის ყოველთვიური რეკორდი დაამყარა. დაახლოებით ყოველი კუბური ფუდი გაზის 65%, რომელსაც მექსიკა წვავს, ასხვა საზღვრის გადმოღმა შემოდის. აშშ-ს ბუნებრივი აირის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი პირდაპირ მექსიკის ქსელებში მიედინება. ამერიკული გაზი ამუშავებს მექსიკურ ქარხნებს. ეს ქარხნები ნაწილებს აწარმოებენ. ეს ნაწილები უკან ბრუნდება ამერიკულ ასამბლეის ხაზებზე. ამ ნაკადის შეწყვეტა კი იმას ნიშნავს, რომ წარმოება მხოლოდ ერთ ადგილას არ ჩერდება. ის ორივე მხარეს ჩერდება. მექსიკა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ის აღიარებს ამ საფრთხეს. ის ჩარობს ახალი მილსადენების, ახალი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის სიმძლავრეების, ახალი შიდა გენერაციის აშენებას. მაგრამ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ამერიკულ მიწოდებას ვერ ჩაანაცვლებს. დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებული იყო. და კიდევ არის წყალი. ამერიკელმა ფერმერებმა სამხრეთ ტეხასში მთელი მოსავლის სეზონების განადგურება იხილეს, რადგან მექსიკა ჩამორჩა იმ წყლის მიწოდებებს, რასაც ხელშეკრულება ითხოვს. არსებობს 1944 წლის ხელშეკრულება, რომელიც სწორედ ამის თავიდან აცილებას უნდა უზრუნველყოფდა და ახლა ის იშლება.
მექსიკის შტატებში, როგორიცაა ჩიჰუაჰუა, არეულობები მოხდა წყალსაცავებიდან წყლის გამოშვების გამო, რაც მექსიკის ვალების გასასტუმრებლად იყო განკუთვნილი. ზღვის ვალთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოლო 5 წელიწადში რამდენჯერმე თითქმის ჩაიშალა. ეხლა ეს დაუკავშირეთ იმას, რაც მაღაზიებში ჩანს. იანვარში თუ ახალ პომიდორს მიირთმევთ, ის მექსიკიდანაა, ისევე როგორც ავოკადო თქვენს ტოსტზე. აშშ-ის სასუსათო მაღაზიებში ყოველი 10 ავოკადოდან დაახლოებით 9 მექსიკიდან შემოდის. კენკრა, კიტრი, ბულგარული წიწაკა, მანგო, მთელი ეს პროდუქცია სეზონის გარეშე მექსიკის სათბურებსა და მინდვრებს ეკორდნობა. თუ წყალი არ იქნება საკმარისი, კულტურები არ დაითესება. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მაღაზიებში თაროები რამდენიმე დროში დაიცლება და ფერმერების შემოსავალი ორივე მხარეს მნიშვნელოვნად შემცირდება. 2024 წელს ამერიკელმა ინსპექტორებმა უსაფრთხოების მიზეზების გამო მიჩოაკანიდან ავოკადოს გადაზიდვები შეაჩერეს. რამდენიმე დღეში აშშ-ის სასუსათო მაღაზიებში ფასები მკვეთრად გაიზარდა. ერთმა ინსპექტორმა ერთკვირიანი დაგვიანება და მთელ ქვეყანაში ფასების ზრდა გამოიწვია. აი რამდენად მცირეა რეალურად მანევრის სივრცე. ლუდის შემთხვევაც მსგავსია. ამერიკა მექსიკიდან უფრო მეტ ლუდს შემოაქვს, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. შიკაგოში, ატლანტაში ან სიეტლში თაროზე არსებული 6-იანი ლუდების უმეტესობა მექსიკის საწარმოო ხაზზე იწარმოება. შემდეგ რკინიგზით ან სატვირთო მანქანით კვეთს საზღვარს. და საბოლოოდ თქვენს ადგილობრივ მაღაზიაში მათ სიუაშში ხვდება. თუ ამას დაარღვევ, ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ლუდები უფრო ძვირი ხდება. დაახლოებით 5 მილიონი ამერიკელი სამუშაო ადგილი პირდაპირ არის დაკავშირებული მექსიკასთან ვაჭრობასთან. ტეხასის, არიზონას, ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიის მსგავს შტატებში მექსიკა ექსპორტის ბაზარზე პირველ ადგილზეა. 28 ამერიკული შტატი მექსიკას ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის ასახელებს. თუ ვაჭრობას შეამცირებ, სამუშაო ადგილების საზღვიდან შორსაც კი ქრება. ინდიანას ქარხნებში, აიოვას ფერმებში და კანზასში. სარკინიგზო ეზოები არსებობს იმიტომ, რომ ეს სისტემა არსებობს. მთელი ქალაქები, მათ შორის ლარედო, მაგალენი, ელ-პასო, ამ ნაკადზეა დამოკიდებული. თუ ამ სისტემას მოაშორებ, მათი ეკონომიკაც მასთან ერთად შემცირდება. მექსიკის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ქარხნები პირდაპირ დაასაქმებენ დაახლოებით 3 მილიონ მუშას, ხოლო 10 მილიონი ადამიანი ირიბად არის დაკავშირებული ორივე ქვეყანაში. მექსიკის მთავრობამ 2020-დან 2025 წლამდე ამ ქარხნებში ნომინალური ხელფასები 100%-ზე მეტით გაზარდა. ადრე ქარხანაში მუშაობა ძლივს თავის გატანას ნიშნავდა. ეხლა ეს ნიშნავს რეალურ შანსს საშუალო კლასის ცხოვრებაზე. ენერგია, წყალი, საკვები და შრომა. 4 დაკავშირებული სისტემა. თუ ერთს დაარღვევ, შედეგები ყველგან ვრცელდება. და ისინი თანაბრად ავრცელდება, ისინი გროვდება. პოლიტიკოსები იყენებენ სიტყვას, როგორიცაა კოლაფსი. სინამდვილეში ეს არასწორი სიტყვაა. კოლაფსი დრამატულია და დრამატული მოვლენების სათაურებში ხდება. სინამდვილეში რაც ხდება, უფრო ნელა და ძნელად შესამჩნევია. ეს იწყება დაგვიანებებით. მანქანა, რომლის მიღებასაც ადრე შეკვეთიდან სახლის ეზონდე 6 კვირა სჭირდებოდა, ახალ 3 თვეს. მერე კი 4 საჭიროებს. მიწოდების ვადები ბევრად აღემატება მყიდველების მოლოდინს. მაგრამ კულისებში რაღაც უფრო დიდი ხდება. ეს გაურკვევლობა ყველაფრის ფასში აისახება. ეხლა იგივე დინამიკა გადაიტანეთ მაციურებზე, სარეცხ მანქანებზე, საავადმყოფოს ვენტილატორებზე. ხარჯები ნელ-ნელა იზრდება. ვირლპულის მაცივარი, რომლის მიღებასაც ადრე 6 კვირა სჭირდებოდა, ახლა 4 თვეს სჭირდება. მეტრონიკის ვენტილატორი ძვირდება მანამდე, სანამ დეფიციტური გახდება. ბუნებრივია, ხარისხი უარესდება. შემდეგ მოდის ქანდევი შედეგები. კომპანიები წყვეტენ მშენებლობას არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ აშენება, არამედ იმიტომ, რომ ვერ პროგნოზირებენ, რა წესებით მოუწევთ მუშაობა. ინვესტიციები გადადის სხვაგან: ვიეტნამში, ინდოეთში, პოლონეთში, ისეთ ადგილებში, სადაც წესები ჯერ კიდევ საკმარისად დიდხანს მოქმედებს, რომ დაგეგმვა იყოს შესაძლებელი. მექსიკაში კი ტკივილი უფრო ძლიერად და სწრაფად იგრძნობა. წარმოების ხელფასები აღარ იზრდება. მუშები კარგავენ სტაბილურობას და იწყებენ ჩრდილოეთით, ამერიკული ქალაქებისკენ გადაადგილებას. ეს აძლიერებს მიგრაციის ზეწოლას, რომლის თავიდან ასაცილებლადაც თითქოს და შემოღებული იყო ტარიფები. ამერიკაში კი ეს ზეწოლა ისე უგამბრუნდება. წარმოების დაბრუნების ხარჯი საკუთარ თავზე იგრძნობა. მაღალი შიდა წარმოება ნიშნავს მაღალ ფასებს და მომხმარებლები ამას მაშინვე გრძნობენ. ამერიკის გლობალური კონკურენტები კი არ ელოდებიან. ისინი იწყებენ უფრო სწრაფად, იაფად და ნაკლები შეფერხებებით გაფართოებას. არის მოკლე პერიოდი, როცა ჩრდილოეთ ამერიკის ინტეგრაცია მუშაობს. თუ ამ ფანჯერას დახურავთ, აზიური მწარმოებლები ბაზარს დაიკავებენ. დაკარგული წარმოება აღარ ბრუნდება. ის უბრალოდ სხვაგან გადადის. დაგვიანებული ავტომობილის მყიდველი ბოლოს ჩინურ ელექტრომობილს აირჩევს, რომელიც დროულად ჩამოდის და ამერიკელი მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად იყიდება. ქარხანა, რომელიც ტეხასში არ აშენდება, მერე აღარ აშენდება. ის აშენდება ჰანოიში და იქვე დარჩება. ამ სისტემიდან უმტკივნეულო გამოსავალი არ არსებობს. წარმოიდგინეთ, ამერიკამ გადაწყვიტა მექსიკურ წარმოებასთან სრულად გათვიდოს კავშირი. აღარ იქნება მექსიკაში აწყობილი მანქანები. აღარ იქნება საზღვარზე გადამავალი ავტონაწილები. აღარ იქნება მექსიკური საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ყველაფერი ამერიკის საზღვრებში გადმოინაცვლებს. მხოლოდ ავტომრეწველობას 100,000-ობით ახალი საწარმოო სამუშაო ადგილისთვის მუშახელი დასჭირდება ამერიკული ხელფასებით. ამერიკულ ქარხნებს უკვე აგლიათ მუშახელი. მათ ვერ ავსებენ იმ ვაკანსიებსაც კი, რაც დღეს აქვთ. რამდენიმე 100,000 ახალი სამუშაო ადგილის დამატება ან უზარმაზარ იმიგრაციას გამოიწვევს, რაც ზუსტად საპირისპიროა იმ ადამიანების სურვილისა, ვინც წარმოების გამოყოფას ლობირებს. ან ხელფასები იმდენად გაიზრდება, რომ ეკონომიკური გათვლები უბრალოდ დაიშლება. თუნდაც მუშები ჯადოსნურად გამოჩნდნენ. ქარხნები არ არსებობს. ახალი ავტომობილების ქარხნის აშენებას ASHS-ის საზღვრებში განცხადებიდან პირველ მანქანამდე 3-5 წელი სჭირდება. მის გარშემო მომწოდებლების ბაზის შექმნას კიდევ 2 წელი ემატება. იმ დროისთვის, როცა ეს ქარხნები ამუშავდება, ისინი კონკურენციას უწევენ ელექტრომობილებს, რომლებიც იმ ქვეყნებშია აშენებული, სადაც მიწოდების ჯაჭვების ოპტიმიზაცია არასდროს შეწყვეტილა. ამერიკელი მომხმარებლები ამ ხარჯს მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავზე აიღებენ. ახალი პიკაპი, რომელიც დღეს $50,000 ღირს, შემდეგ უკვე $60,000 ან მეტი ეღირება. და ეს მხოლოდ ერთი სექტორია. იგივე სცენარია სამედიცინო მოწყობილობებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, აეროკოსმოსური კომპონენტებისთვის და ელექტრონიკისთვის. თითოეული კატეგორია უფრო ძვირი ხდება და ბევრ შემთხვევაში წარმოება საერთოდ არ ბრუნდება სახლში. ის კიდევ უფრო შორს გადადის. შიდა მომწოდებელთა ბაზა ვერ შეძლებს საკმარისად სწრაფად მასშტაბირებას, რომ ჩაანაცვლოს ის, რაც უკვე არსებობს. შეხედეთ რა პრობლემებს წააწყდა Apple, როდესაც სცადა iPhone-ის აწყობის ჩინეთიდან ინდოეთისკენ გადატანა. 2 წელი შეფერხებების, ხარისხის პრობლემების, დაბალი მოსავლიანობისა და წარმოების დეფიციტის, რამაც ჩუმად დააბრუნა წარმოება უკვე დამკვიდრებულ ჩინელ მომწოდებლებთან. მომარაგების ჯაჭვის თავიდან აშენება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. ეს 10 წლიანი ინდუსტრიული პროექტია. კარგი, მაგრამ მექსიკაზე რა სიტყვით? შეძლებს ის ამერიკას გაეცალოს. შეძლებს ის ჩაანაცვლოს კლიენტი, რომელიც მის 80%-ზე ექსპორტის მეტს იღებს. მექსიკელმა პოლიტიკოსებმა სცადეს. პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმის მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია ექსპორტის გასაფართოებლად კანადაში, სადაც გადაზიდვები 2025 წელს 17%-ით გაიზარდა. ისინი შევიდნენ ევროპაში, ბელგიასა და ბრიტანეთში. მექსიკელმა ავოკადოს მწარმოებლებმა ახალი ბაზრები გახსნეს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ ჰქონია. მექსიკის ექსპორტი შეერთებულ შტატებში დომინირებს ქვეყნის ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ბაზარს. კანადა და ევროპა კვლავაც მიმზიდველი პარტნიორები არიან, მიუხედავად ბოლდროინდელი ზრდისა, მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ იმასთან შედარებით, რასაც მექსიკა ASHS-ში ყიდის. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ერთი არ უახლოვდება მის ყველაზე დიდ მყიდველს მასშტაბით. არც ერთი სხვა ბაზარი არ ითვისებს ასეთ მოცულობას ამ ფასებში. თუ მექსიკა ექსპორტის მასშტაბურად გადამისამართებას შეეცდება, ეს პროცესი მარტივი არ იქნება. პესო გაუფასურდება, ინფლაცია გაიზრდება და ისავე ფულადი გზავნილები, რომლებიც მილიონობით ოჯახს უჭერს მხარს, დახმარებიდან გადარჩენაზე გადავა. სწორედ ეს ხდის ამ მომენტს ასეთ არასტაბილურს. ორივე მხარე ზეწოლის ბერკეტზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ის მართლაც რეალური იყოს. ლარედოს ხიდზე მოძრავი სატვირთოები კი სხვა ამბავს ყვებიან. ისინი განაგრძობენ მოძრაობას 6,000,000 2024 წელს. 2025 წელს ოდნავ ნაკლები იყო ტარიფების არასტაბილურობის გამო. შემდეგ კი ისევ გაიზარდა, როცა წესები დალაგდა. ხიდი რეალობას პოლიტიკაზე სწრაფად ასახავს. როცა უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის თებერვალში ტარიფები გააუქმა, შვება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათში ისინი 10%-იანი გლობალური ტარიფით შეცვალეს, რომელიც 150 დრით იყო შეზღუდული. როდესაც შემდეგი ტარიფის საფრთხე გამოჩნდება, წარმოებლები ისევ შეჩერდებიან. მაგრამ გონიერი ფული იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს. თავს იზღვევს. ის ეძებს ადგილებს, სადაც წესები საკმარისად დიდხანს რჩება უცვლელი, რომ ინვესტიცია დაბრუნდეს. ვიეტნამი მაგალითად ამას კარგად იცის. იქაური ოფიციალური პირები ღიად ეპატიჟებიან ამერიკელ მწარმოებლებს, რომლებიც ტარიფების არასტაბილურობამ შეაშფოთა. ისინი სთავაზობენ საგადასახადო შეღავათებსა და ინფრასტრუქტურულ შეთანხმებებს, რათა უზრუნველყონ ვალდებულებების შესრულება. ინდოეთიც იგივეს აკეთებს. მიზანში იღებს იმ კომპანიებს, რომელთა გრძელვადიანი გეგმები აღარ ერგება ჩრდილოეთ ამერიკის ცვალებად სტრუქტურას. უბრალოდ წასვლა არ მუშაობს. იმის მოჩვენებაც თითქოს წახვალ არ მუშაობს. არსებობს გზა, რომელიც ორივე ეკონომიკას დაიცავს, მაგრამ არც ერთ მხარეს არ სურს ამის ხმამაღლა აღიარება. ისინი ურთიერთდამოკიდებულებას არ ირჩევენ, თუმცა მის ფარგლებში მოქმედებენ. როგორც მექსიკამ, ისე კანადამ მიანიშნეს, რომ სურთ სტაბილურობის შენარჩუნება. მექსიკის ინდუსტრიამ თავისი პრიორიტეტები მკაფიოდ დააფიქსირა. პროგნოზირებადი წესები, რეგიონში წარმოებული საქონლის საბაჟო გადასახადის გარეშე გადაადგილება და დავების გადაწყვეტის მექანიზმი, რომელიც მოულოდნელ ხარჯებთან დაკავშირებულ შოკებს აცილებს თავიდან. ASHS-ში სავაჭრო წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ შესაძლოა სამმხრივი შეთანხმება ცალ-ცალკე ორმხრივი ხელშეკრულებებით ჩანაცვლდეს, რაც გავლენის გადანაწილებას გამოიწვევს, მაგრამ ამავდროულად საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მთელ კონტინენტზე შეაჩერებს, სანამ ახალი პირობები შეთანხმდება. ავტოინდუსტრიამ ამაზე პირდაპირ ილაპარაკა.
აშშ-სა და მექსიკას შორის საერთო ვაჭრობის თითქმის 40% სწორედ ამ სექტორზე მოდის. თუ ორმხრივ ხელშეკრულებებზე გადავალთ, იმ სტიმულების სტრუქტურა, რომელმაც ნიარშორინგი წაახალისა, მაშინვე დასუსტდება. ტეხასის ბიზნეს ლიდერები, რომლებსაც ამ საქმეში ამერიკაში ყველაზე მეტი ინტერესი აქვთ, კიდევ უფრო მკაფიოდ საუბრობენ. ტეხასის გავლით ვაჭრობა დაახლოებით 500,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს და წელიწადში რამდენიმე 100 მილიარდ დოლარს შემოაქვს. ლოგისტიკა, თვირთების გადაზიდვა, საბაჟო, საწყობები და წარმოება. ყველა ეს სფერო საზღვის გადაკვეთის ნაკადზეა აგებული. მათი გზავნილი უცვლელია. ინტეგრაცია კონკურენტული უპირატესობაა. თუ მას მოვაშორებთ, ამერიკული ინდუსტრია ჩინეთთან მიმართებაში უფრო კონკურენტული არ გახდება. პირიქით, ბევრად დასუსტება. მექსიკელმა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს, რომ ხანგრძლივი გაურკვევლობა დააჩქარებს უცხოური ინვესტიციების შემცირებას, რაც უკვე დაწყებულია. 30 წლიანი ინტეგრაციის ციკლი ახლა 18 თვიან პოლიტიკურ ფანჯარაშია მოქცეული. თუ გადახედვა კარგად ჩაიulis, სატვირთოები მოძრაობას გააგრძელებენ. ფული ყვავიდინებს. მექსიკა მეზობელი სახელოსნოდ დარჩება. ამერიკა კი კლიენტად. ორივე ეკონომიკა ერთად იზრდება ისე, როგორც ნაფთას შემდეგ. თუ გადახედვათ სუდად ჩაიulis, ნელი დაშლა გაგრძელდება. ოველწელს მიწოდების ჯაჭვის კიდევ ერთი ნაწილი ჩუმად გადაადგილდება სხვაგან. ოველწელს ლარედოს ხიდზე თვირთი ოდნავ ნაკლებია. ინტეგრაცია ერთბაშად არ ინგრევა. ის უბრალოდ ნელ-ნელა იშლება, სანამ სისტემა, რომელსაც ის უჭერდა მხარს, აღარ იარსებებს იმავე ფორმით. აბა, რა აერთიანებს ინტეგრირებულ კონტინენტს? ამერიკასა და მექსიკას შორის ვაჭრობა რეალურად არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა. მექსიკამ 2025 წელს ექსპორტის რეკორდი დაამყარა, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფებმა სერიოზული ზიანი მიაყენა. აშშ-ს მოთხოვნა შენარჩუნდა, ენერგიის ნაკადები გაიზარდა. ინფრასტრუქტურა კვლავაც ფართოვდება. ორივე ქვეყანა ფიზიკურად ზრდის შესაძლებლობებს, რომ ერთმანეთზე უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული. მაშინაც კი, როცა ორივე მხარეს პოლიტიკოსები დაობენ, უნდა გააკეთონ ეს თუ არა. მიზეზი მარტივია. სისტემა მუშაობს. ის მუშაობს კუაჰუილაში მექსიკელი ავტომუშაკისთვის. ის მუშაობს აიოველის სიმინდის ფერმერისთვის, რომელიც საკვებს სიმინდს სამხრეთით აგზავნის. ის იმდენად ბევრ ადამიანს და ადგილს აწრებს სარგებელს, რომ მისი დარღვევა მკისიერ პოლიტიკურ ფასს იწვევს. ამიტომ ეს ურთიერთობა არ შეთანხმებით, არამედ ერთგვარი ჩიხური მდგომარეობით არსებობს. ეს ის ნაწილია, რომელიც ადვილად შეიძლება გამოგრჩეს. ეს ურთიერთობა არ არსებობს იმიტომ, რომ ორივე მხარე თანხმდება. ის არსებობს იმიტომ, რომ მისი დარღვევა ამორჩევლებს მყისიერად დაარტყამს. წინააღმდეგობა სწრაფი და სასტიკი იქნება. პოლიტიკოსები, რომლებიც დილას მექსიკის მიმართ მკაცრი რიტორიკით იწყებდნენ, კვირის ბოლოს უგან იხევდნენ, რადგან ისინი, ვინც რეალურად იხდის ფასს, გამოჩნდებოდნენ. უკავშირის მექანიზმი სწრაფია და პოლიტიკურ პასუხებსაც სწრაფად მოჰყვება. ეს ხსნის, რატომაც მექსიკამ არ უპასუხა. შიდა ზეწოლა ამერიკაში იმ საქმეს აკეთებს, რასაც საპასუხო დარტყმა უფრო სწრაფად და იაფად გააკეთებდა. ლარედოს ხიდი, გაზი მილსადენებში, სასოფლო-სამეურნეო გადაზიდვები, ინდუსტრიული მიწოდების ჯაჭვები, ფულადი გზავნილების ნაკადები. ეს ყველაფერი ქმნის სისტემას, რომელსაც შეიძლება დაძაბო, მაგრამ ადვილად ვერ გააცალკევებ. არსებობს ორი შესაძლო შედეგი. ერთი, სადაც სისტემა სტაბილურდება და ზრდას აგრძელებს, და მეორე, სადაც ის ნელ-ნელა კარგავს ეფექტიანობას, სანამ საბოლოოდ კონკურენტუნარიანი აღარ იქნება. რომელი მოხდება დამოკიდებულია იმაზე, თუ პოლიტიკის შემქმნელები რეალურად თუ გაიგებენ, რა მოძრაობს ყოველდღე იმ ხიდზე. ეს მხოლოდ საქონელი არ არის. ეს პრაქტიკულად კონტინენტის ზომის ეკონომიკის ოპერაციული ბირთვია. სატვირთოები დღეს დილით გათენებამდეც უკვე რიგში იდგნენ. ისინი ხვალაც რიგში იქნებიან და ზეგდილასაც. მოთხოვნა არ შეცვლილა. ერთადერთი კითხვა ისაა, გააგრძელებს თუ არა ამ მოთხოვნის მომწოდებელი სისტემა მუშაობას. რადგან როცა სისტემა აღარ მუშაობს, სატვირთოები არ ანელებენ სვლას. ისინი მთლიანად ჩერდებიან. მადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე მათ ბაქზე.